რომელ სიმართლეს ვიღებთ ჩვენ შეიძლება იმ სიმართლეს მივყვებით. ამ ხალხს რო ასწავლი მე რა უნდა გავასწავლო. სულ რაღაცა ძალიან მოერგებით აი 90-იანების როლს უწევენ ხოლმე. კაც მოსაკლავად, ანუ კლავდა და შემაგინებდა. იტენები თეატრში იღებ და კინოში იცლება ეუშობა. გამო აფშე ვეღარ ვლაპარაკობ, თო. მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენი პოდკასტების სერიას, რა თქმა უნდა, ტრადიციული წამყვანებით, მე ლევან აბდუშელიშვილი და ბატონი კოტეჩლაიძე, რეჟისორი. ბატონს მაგრატება. მეოთხე კედელი ხო პირველ რიგში აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ უნდა გამოგვიწეროთ Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე, YouTube-ზე, პოდკასტი მეოთხე კედელი, რათა ჩვენს უფრო ხშირად შევძლოთ ამ ეპიზოდების ჩაწერა, სპონსორის დაინტერესების შემთხვევაში ცხადია, ბევრად გაგვიადვილდება ჩვენ საქმე. რიგით მე-12 ეპიზოდის სტუმარი კი არის ყველასთვის კარგად ნაცნობი საყვარელი მსახიობი ვახო ჩაჩანიძე. პირველ რიგში როგორ ხარ ვახო? კარგად ლევან, მადლობა მოწვევისთვის და რა ვიცი წარმატებას გისურვებთ და მადლობა შენ რომ ხარ ჩვენი გადაცემის სტუმარი და ჩვენ ძირითადად საუბრობთ ხოლმე ადამიანებთან გვაინტერესებს მისი პროფესიული კარიერა, მისი განსახიერებული როლები, თუ მსახიობთანზეა საუბარი თუ არა და რეჟისორთან, მის გადაღებულ ფილმებზე და რაღაც ქრონოლოგიურად მიყვებით ხოლმე, მაგრამ ამ გადაცემას ცოტა განსხვავებულად დავიწყებთ და ერთი ძალიან კარგი ამბით, რომელიც შენ მეგობრებთან ერთად დაიწყე, გვინდა დავიწყოთ საუბარი შუქი პროდაქშენით, გითხარი როგორ გაჩნდა ამის ყველაფრის იდეა და ზოგადად რა არის შუქი პროდაქშენი და რას მოღვაწეობთ. მადლობა ესეთი დასაწყისისთვის. შუქი პროდაქშენი არის პროდაქშენი, რომელიც ამ ეტაპზე არის ჯერჯერობით მხოლოდ სწავლებით დაკავებული, განათლების განხრით, კინოსფეროს. ჯერ მარტო სამსახიობო ჯგუფი ყავს, კინოსამსახიობო, პირველი ჯგუფი, იდეაზე გეტყვი ჯერ, იდეა დიდი ხანი არსებობს, გამომდინარე არსებული მდგომარეობიდან ჩვენ სფეროში, რომ საერთოდ არ არსებობს კინოსამსახიობო და ზოგადად კინოსფეროს სწავლება მგონია, რომ ძალიან მრავალ დონეზეა და ვთვლი რომ მოვალე მგონია ჩემი თავი და საერთოდ ზოგადად ყველა თავის სფეროში მოვალენი ვართ, იმიტომ რომ ყველა სფეროში პრობლემა მაქვს მე მგონი და ჩვენ თუ არ ვქენით სხვა არის და ამაზე ვფიქრობ დიდი ხანია, პროექტიც დავწერე სარეჟისორო კურსის, რომელსაც სექტემბერში ვაპირებთ და ვიწყებთ. ეს ერთწლიანი კურსია და რაღაც სხვადასხვა სკოლებიდან, საზღვარგარეთ ჩვენი სკოლებიდან რაღაც ეს იდეები, რაღაცები ერთად შევკარი და ძალიან საინტერესო კურსი გამოდის, მაგრამ არ მქონდა ამის დაწყების საშუალება. მაგალითად, მქონდა სივრცე თეატრალურ ინსტიტუტში მარჯანიშვილზე. მომწეს ორი ოთახი დამითმეს იმ დღეებში, როცა დამჭირდებოდა. მაგრამ მე არსებული მოვლენებიდან გამომდინარე, მე თუ აღარ მივედი იქ. მაგრამ სანამ ეს იყო, ეს სივრცე ვეძებდი ტექნიკას. რომელი ტექნიკითაც, ანუ ტექნიკის გარეშე არც წარმომიდგენია და არც ვაპირებდი და პირველი პრინციპი იყო, რომ პრაქტიკით უნდა ვასწავლოთ და პრაქტიკაზე და შედეგზე ორიენტირებული სწავლება უნდა იყოს ჩვენთან. ტექნიკის მოძიებაზე ამ ხარშთაღიცვა გავაკეთეთ, გელა დამყვებოდა ჩვენი ჩინჩალად მაშინდან, კუხოც ჩართული იყო ლევან კუხაშვილი და მოკლედ რაღაცე ინოვატორებში და მთელი ამბავი ქონდა, სამ სხვადასხვა გზის ხარშთაღიცვა ქონდა და მე დაიწყო ეს ამბები. 24 წელია უკვე, ოქტომბერში ვაპირებდით 24 წლის უკვე აი თეატრალში ამის დაწყებას. მაგრამ აპრილის ამბებიდან და ზაფხულიდან გამომდინარე მივხვდი, რომ რაღაცები არ იქნებოდა ისე და სწავლის გაჩერება შეუძლებელი იქნებოდა რა, იმიტომ რომ ხვდები ადამიანი რაღაც თანხას იხდის ამას რო ისწავლოს და შენს რაღაცას პირდები და გავაჩერეთ რა მე და გელამ და აღარც დავიწყეთ მოძიება ამ თანხების ტექნიკისთვის და ასე შემდეგ. ესე კარგად მე მგონი ცხოვრებაში არაფერი გამithulია. 2024 საფრთხეში და მოკლედ გადაიწია ამ ამბავმა, გადაიწია და შან ზაფხულში უკვე რა. ვიფიქრე რომ რაღაცნაირად უნდა დაუძრავო ეს თემა ისე რა. გასაკუთრებელია რა, ეს არ არის ის რომ მე მინდა და ჩემი რაღაცა ახირება და თუნდაც კარგი ახირება არა, თუნდაც არა, მაგრამ
მართლა რაღაცა ვალდებულებად მიმაჩნია რა ესეთი რაღაცების კეთება ყველას მხრიდან. ეხლა ჯერჯერობით ჩაშვებულია კინოსამსახიობო კინოსამსახიობო ბოდიში მე ცოტა ისა გაცილებული მოკლედ და გეტყობა ხმაზე ხო? ისი რა მაინტერესებს. უბრალოდ ეს უფრო ანუ რა არის ეს ადამიანი რომ მოვა სწავლობს რას? კინოსამსახიობოზე გულისხმობ? ზოგადად. ეხლა არის კინოსამსახიობო. ეხლა არის კინოსამსახიობოზე ყავს 11 მოსწავლე. ხო. და ასაკი მიჩვენება რა აქვს? 17-დან ზევით. ჩვენ ყავს ეხლა 20-დან 46-ის ჩათვლით. შუალედში სხვა ასაკის 11 ადამიანი ძალიან მაგარი ჯგუფი მართლა რა. და არ არის აუცილებელი რომ ყველა მსახიობის ბექგრაუნდი ქონდეს. მსახიობი, რომელსაც დამთავრებული აქვს სამსახიობო. მართლა ანუ დამთავრებული და მაინც მოვიდნენ კიდე. კი ბატონო, ორი ჩვენ ერთად ვართ თეატრში მოზარდში მაგალითად ორი ჩემი მეგობარია ჩემთან. ოკეი. არის ერთი რომელსაც სამსახიობო აქ არ აქვს დამთავრებული, მაგრამ მე მოსკოვში დაამთავრა ორწლიანი კინოსამსახიობო. აი ეს 5 ადამიანია, ვისაც შეიძლება დავარქვათ, რომ ანუ მე 5-ისაც ვამფორმე რომ მსახიობი ხარ, მე რა მყავს თეატრალური ინსტიტუტი არა, თეატრალ კიდე დავამთავრე და მეწერა თამისა და კინოსამსახიობი, მაგრამ საერთოდ ლექცია არ მქონია კინოზე, საერთოდ. ხო და ხო, ეგ პრობლემაა. ჩემზე ბევრად წინ არის, როგორც თეატრალურ დამთავრებულისთვის, მანანა ჩვენი მოსწავლე ამ შემთხვევაში რა. იმიტომ რომ ორწლიანი მოსკოვში კინოსამსახიობო აქვს დამთავრებული. ხო და აი ეს 5 დანარჩენი 6 არის ზოგი ცოტა გამოცდილებით, ზოგი ნაკლებით და ზოგი საერთოდ გამოუცდელი ამ ამბავში, საერთოდ არ უნახავს სეტი, რა. განსაკუთრებით და კამერას და მუშაობა არის პირველი დღე იყო უბრალოდ რომ გავეცანით და აი მაშინ არ გამოგვიყენებია კამერა. აი პირველ დღეს. მას მერე არის მხოლოდ კამერასთან მუშაობა, ნუ მერე ხან-ხან არის ამ გადაღებულის განხილვა. და რაც აი მე ძალიან მომწონს ეს საშუალება, რასაც ჩვენ მათ ვაძლევთ, რომ რაც არ არსებობს კინოში, რაც აქვს თეატრის პლუსი, რომ სპექტაკლს რო ითამაშებ რაღაცა თუ არ მოგეწონა, ხვალ გამოასწორებ, რა სხვადასხვა იცავა, ეხლა ესე არ მომექნა ისე კინო მოვჭა. იბედონ. დარჩა ესე და წარმოიდგინე ეხლა როცა არ გაქვს დამთავრებული რა, განათლება არ გაქვს, კინო განათლება მიღებული, გაქვს თეატრალური სამსახიობო განათლება მიღებული. და ხვდები სხვა ფილმებში რა და იქ სწავლობ, სეტზე სწავლობ რა, პრაქტიკაში სწავლობ. მაგრამ მე წლების მანძილზე იზრდები ხო შენ როგორ მსახიობი და უყურებ შენ თავს იმ წლების წინ გადაღებულს და ხა წარმოიდგინე რამდენი შეცდომას ხედავ როგორ გაღიზიანებს რამდენჯერ შენი თავი იმიტომ რომ ისეთ რაღაც საკეთებ რა სიტყვაზე ამ უცოდინრობის და რაღაც გასაგე მარტო ნიჭი ხო არა ტექნიკა ძალიან ბევრია ტექნიკაზე დამოკიდებული მით უმეტეს კინო სამსახიობოს თუმცა თეატრში ხო და ამას უყურებ მაგრამ ვეღარაფერს ვერ ვაცვლი რა და ჩვენ ამას როგორ ვაკეთებთ იცი რომ ამ ყველაფერს რო გადავუღებთ სიტყვაზე რაღაც ეჭვს რაღაც სპეციალური გიორგი თავართქილაძე თათვალე რომ ეს ჯგუფის ხელმძღვანელი ხო არის და მე კიდე აი ნუ რაღაცა ახალი კურსი შექმნა საერთოდ გულისხმობ საგანმანათლებლო ჩეხოვი სტანისლავსკი უზნაძე ექსპერიმენტული რაღაცა ისეთი კარგი და ისეთი ძალიან კარგი რო რა ვიცი ეს მე კამერის მეორე მხარეს გიორგია კი ბატონო მე და გიორგი ვართ ერთად და ჩვენი ოპერატორები გელა და იმედა და ნუ კუხოს უსაქმეშია ეხლა ჯმალი ჩაერთვებიან უკვე მხატვარი და ხმა ამ ყველასთან გადიან ამ პრაქტიკულ მუშაობას და ხვდებიან რა არის რა ჭირდება ოპერატორს მსახიობისგან სეტზე რა ჭირდება სიტყვაზე მხატვარს რომ ეს რაღაცა რომ დევს ეს არის მხატვრის ადებულია შენ გადაფერხე და კარგი საქმე ქენი რომ ფუფუ არ გაეკარო ანუ ძალიან ბევრი რაღაც ნიუანსი ფაქტობრივად ყველაფერს სხვა სიკეთესთან ერთად ბოდიში ჩაგეჭერი რაღაცა ქიმია ყალიბდება ამ სეტზე მსახიობს ოპერატორს რეჟისორს და ზუსტად ეგ ამბავი ხო ეხლა მე რეჟისორებზე გამიგია შეიძლება რომ სეტზე რომ გადასაღებ მოედანზე რომ მიდიან რაღაც შიში უჩნდებათ რომ ამ სივრცის ათვისება ამ ხელას მსახიობისთვისაც ხო წარმომიდგენია და თქვენ ფაქტობრივად აჩვევთ აი ამ პროცესს კი მაგაზე აი ეგ მაგაზეც მიდის განსაკუთრებულად მუშაობა მიდის როგორ რომ აი ავიღეთ და ეს არეალიც რაც გვაქვს რაც პრინციპში არ არის ეხლა აუცილებლობა ის რომ ბავშვებს რომ რეპეტიციის დროს არის ალექსათი გადაუყო საწვარეს სამსურთულობა დაჟე მგონია რომ ცოტა ტრიპაჩუბა არ იყოს თქო რა არ არის საჭირო მაგრამ ერთხელაც მივიტანეთ და დავდეთ სახეზე არის ალექსა ის ახლოს ძალიან თავის დიდი ობიექტივით რომ და ეს უცებ პატარა სონის მერე უცებ ამ ხელა კამერა რომ დაადგათ ანუ ვცდილობთ რომ ყველანაირი არის შებოჭილობა და ის სიუცხოვე რაც არის სეტზე პირველად რომ ხო რა თქმა უნდა გექნება ხო არ ყოფილ და უცებ ამ ხელა ტექნიკა და როცა ხედავთ ან რას ჯერ უხერხულობა შემექნა პირველად კლინიკაზე რომ ამდენი ადამიანი ამდენი პროფესიონალი ყველა მუშაობს ჩემზე რომ მე გამოვიყურებოდეს საუკეთესოდ და
ყველაფერი იყოს და ცოტა იმხელა პასუხისმგებლობა თან სიამაყის გზნობა თან აი ყველაფერი ერთად არის რა ბევრი რაღაცაა ძალიან და ეს პირველად რო სენცი ამას განიცდი აღარ გრჩება ადგილი სათამაშოდ რა გონებაში იმდენი რაღაცა ის არის რომ მე ცოტა თუ მოხვედი აზე და მოგეთ ეხა ეს სამსახიობო და უნდა დაამატოთ კი სამსახიობო დარჩება და კიდე რაღაცები სამსახიობო არის სამთვიანი კურსია სამსახიობოს დასრულების შემდეგ ხდება ესეთი რამე რომ ვაძლევთ პორტფოლიოს მსახიობებს უკეთებთ პორტფოლიოს ვადარებთ ფოტოსესიას ვდებთ მათ CVs ანუ რეზუმეს და ვუღებთ სცენებს რომელშიც შეუძლიათ თავი კარგად წარმოაჩინოთ და რომელიც შესაძლებელი იქნება რომ ჩაიდოს ამ პორტფოლიოში. იმიტომ რომ არის ისე რომ შეიძლება იყო ქონდეს ფილმში ნათამაშები, რამდენიმე ფილმში შეიძლება ქონდეს ნათამაშები, მაგრამ სცენა არ ქონდეს პორტფოლიოსთვის. ეს ცალკე ამბავი, ცალკე თავის მოთხოვნებია და აი ამას უკმაყოფილებთ რომ ისეთ სცენას უღებთ რომ ერთლიან სცენათაც ექნებათ და თან ექნებათ ეს თავისი ნაწყვეტი რომ ეს არის ამ სამსახიობო კურსის დასასრული. მაგრამ პარალელურად აი ახლა ორშაბათს გვეწყება ახალი კურსი, კინო სამზარეულო, ესეთი, რომელიც არის 9 კვირიანი და ეს მოიცავს ანუ ზოგადად გაცნობას კამერის უკანა სამყაროს რა. რა ხდება კამერის უკან. აქ 8 პროფესიის, სხვადასხვა პროფესიის ადამიანი მატარებს ლექციებს, თეორიულს და ასევე პრაქტიკაში აცნობს თავის პროფესიას. პრაქტიკაში გულისხმობ ამ ჩვენი სამსახიობო ჯგუფის გადაღებებზე, ასევე რაღაცა გადაღებებს ველოდებით, რაც შეიძლება საერთოდ გარეთ გავიყვანოთ გადასახებებზე, აი ნახოთ ამ პერიოდში უნდა იყოს რაღაცები უნდა გამოჩნდეს და შემდეგ უკვე კიდე უშვებთ სამსახიობო ოღონდ მოზარდების კურსს საზაფხულოს კინოარდადეგებს, რომელიც ივნისში დაიწყება და ივლისის დამთავრდება. რომლის გადამღები ჯგუფათაც ფაქტიურად მე ისინი დაეხმარებიან ოპერატორ განათებლებს და სულს რომ ხარჯავს ხალხს და ასე შემდეგ. ოკეი. ანუ სულ ვართ პრაქტიკაზე, სულ. ხო, კინო სამზარეულოში რომ მოვიდეს ადამიანი ის რომ დამთავრდება ვინ იქნება? ისო დამთავრდება იმას ფაქტიურად იმის საშუალება მიეცემა და იმის ცოდნა რომ თუ აქვს ინტერესი და სურვილი თუნდაც აირჩიოს რომელი პროფესია აინტერესებს კინოში. და ერთის მხრივ არის კიდევ ეს კინო სამზარეულო საჭირო კურსი იმისთვის რომ აი სარეჟისორო რო ვახსენე რომელსაც სექტემბერში ვიწყებთ. ამ სარეჟისოროზიც არ არის აუცილებელი მოთხოვნა რომ იყოს რეჟისორი. და არის თქვათ ერთი გოგონა არის რომელიც არ თუ არ ვწდები რაღაც არქიტექტორი არ ვიცი. ძალიან საინტერესო რაღაც იდეა აქვს, მაგრამ საერთოდ ცხოვრებაში არ ყოფილა გადასაღები მოედანზე. და არ აქვს ეს გამოცდილება. და ასევე არის ბიჭი რომელიც რეკლამების რეჟისორია, რომელიც ეს ედიტ მონტაჟია. მოკლედ ძალიან გარკვეულია ამ სფეროში და ეხლა ისინი ერთმანეთთან გვერდ-გვერდ დაждდებიან. მე მგონი ის გოგოც ცოტა უხერხულად იცნობს თავს, როცა საერთოდ პირველად არის ესეთ ამბავში და მათთვისაც აი ესეთი გამოუცდელებისთვის, ვისაც შემდეგ სარეჟისორო კურსზე უნდა მოხვედრონ. მათთვისაც ძალიან სასარგებლოა ამ კურსის გავლა. მე მგონი ძალიან საინტერესო გამოცდილება და უნდა ვთქვათ ახლა მარტო ჩვენი არხი კი უნდა გამოიწონოს, შუქი პროდაქშენიც უნდა გამოიწერონ ასევე სათხარ სოციალურ ქსელებში, Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი არის და ეგეც დავატრიალოთ. ბატონო, შუქი პროდაქშენი ნამდვილად ძალიან მე ვარ ნამყოფ ფიზიკურად მაქვს ნანახი ეს სივრცე და ეს მეთოდები, რითიც ასწავლია ნამდვილად ბევრგან მინახავს რაღაცა სეტზეც ყოფილა ასე შემდეგ, მაგრამ ესეთი გამოცდილება ნამდვილად იშვიათია და საქართველოს ალბათ პირველია და მე მგონი ბევრი მეტი არც არის ესე კინო სამსახიობო უშუალოდ კურსი, აი სამწუხაროდ არა, კი. ახსენა და მანამდე ჩვენს ვიწყოლია, ყველა მსახიობების ყოლია, რეჟისორებიც. ეს დიპლომში მიწერია და კამერა მინახავს. ახა კინწურაშვილმაც თქვა და ბოჭორიშვილმაც რო ხო. ეგრე 10 წლებულებია უკვე რა და კატასტროფა. სამწუხაროდ აი თეატრალურში ხო. შეუნებოდი რა რომ ადამიანს უთხარ რომ აი არ წახვიდი იქ ცუდად ასწავლიან, ეგეთიც არ არის. არ არსებობს საერთოდ არ არსებობს რა კინო სამსახიობო კურსი. მაგრამ ერთი უნდა ახლა ის გითხრათ რომ ამ ხალხს რო ასწავლეთ მე რა უნდა გავასწავლოთ. კინო აქ არ ვიცი მე. მე რა ხდება ანუ მე ვარ გაწევრიანებული გერმანულ სააგენტოში. მე რა ნინიძე დამეხმარა ამ ამბავში მაშინ 19-ში თუ არ ვწდები 2019-ში. ძალიან საინტერესო გაიხალხეს იმ ბერლინში რა. ორი ქალბატონი ვალე და ლუიზა გადარეულები რა ძალიან საყვარელი ხალხი. ეგენი აპირებენ ჩამოსვლას კურსის დასრულებისთვის. ანუ ამ ბავშვებს ეძახი ჩემს სტუდენტებს რა. ამ ბავშვებს შეიძლება უფრო შეიძლება იყოს. ამ ბავშვებს ანუ ეკნებათ ეს პორტფოლიო რო ეკნებათ იქნებიან ჩვენს ბაზაზე ჩვენიდან New Vision-ის.
ყველა ბაზასაც ვქნით რა სამსახიობოს ცალკე მე სარეჟისორო კურსის შემდეგ რომელიც ერთწლიანი ვაპირებთ საერთოდ ყველა საგნის ჩაშვებას მოთხოვნის და მიხებით რა ეს ოპერატორი იქნება თუ განათება იქნება თუ ну ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო დეპარტამენტებია თქვა სცენარი და პროდიუსერი რომელიც ჭირს ჩვენთან ძალიან ყვანან მაგრამ ну ჭირს როგორ რა იცი ამიტომ გავაკეთე საღამოს სკოლა რომ მომსვლელისთვისაც და დამხვედრისთვისაც იყოს ხელმისაწვდომი რა რომ ყველა ჩვენი საქმე გვაქვს პროფესიონალ ვერავის ვერ ეტყვი ხო დაანები რეჟისურას თავი და წამოდი და იყავი სკოლაში 5 დღე კვირაში ანუ არ ხდება ესე და არც იმიტომაც ვერ ხერხდება სავარაუდოდ აი ესეთი ხერხით რომ კვირაში 3 საღამო 2-3 საათით ყველასთვის რაღაცნაირად მოსახერხებელია უფრო რა თან ისე ვარ გუნდი აწყობილი რომ ეხლა მაგალითად იმედა წასულია საფრანგეთში მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ყავს ნუ გელა ხო არის მაგრამ ყავს კიდე გიო ყავს თუ რაღაცა შიო ყავს რომ ჩაანაცვლონ კამერასთან ხო ხდები ანუ აი ესევე იმეშვებით რა ყველასთვის ხელ და მომსვლელისთვისაც ასე რომ სამსახური დასრულდება საათი 7-ზე ვაპირებთ დაწყებას მაგრამ 8-ზე გადავიტანეთ ისეთი საცობები 7-ის რომ ადამიანს მოსვლა მაინც 8-ზე მოვა და შეუძლებელი ვახო წარმატებებს გისურვებთ მართლა ძალიან კომფორტული გარემოა იქ მე რო ვიყავი და მართლა მორგებული მთლიანად იმ ადამიანზე ვინც მოდის კი აი და შეიძლება 5-6 საათი იყონ და აუცილებლად გამოიწერეთ ეს პეიჯი და თვალიადევნეთ ახალ სიახლეებს წეგან თეატრალური ახსენე და მოდი იქით გადავიდეთ იმ რაღაცა სამწუხარო ამბავში მაინც რომ სულ ყოფილ განათლებას ბევრი ამბობს რომ ვერ იღებს და ნუ ამას ბევრი სხვადასხვა ფაქტორები აქვს ალბათ რატო და როგორ იმიტომ რომ ხდებოდა რაც ხდებოდა პირველ რიგში 90-იანებში და შემდეგ ეს ტრადიციაც რაღაც აღარ შეიცვალა ისე და დიდად ვეღარ განვითარდა და რაღაც მგონია რომ დარჩა რაღაც კი ბატონო კი ძალიან გაჩერდა მოდი შენ კონკრეტულ კარიერაზე მოგვიყევი ახლა თეატრალური გაგდამთავრებული და როგორ მოხდი საერთოდ რატომ აირჩიეს პროფესია ანუ აი თეატრის მხრივ მართლა ბევრი გვასწავლეს თეატრალურში თეატრი ძალიან საფუძვლიანად გვასწავლეს ამას ვერ დავკარგავ და ვერ დავმალავ და არც წათუნად დათო ხო მაგრამ აი ჩემი ამბავი როგორ დაიწყო ბავშვობაში ბავშვთა თეატრში ვიყავი ვერისუბნის ბავშვთა თეატრი საფეხურები იყო ესეთი აჰა გემასურება მე რაბ ჩხაიძე იყო ჩვენი რეჟისორი და მოგეთ იქ ვიყავი მე იქიდან 92-ში კაგანიაუმის დროს გერმანიაში წავედით რაღაცა ფესტივალზე. ეგ იყო ბელინსკის და ბარნოვის კუთხეში ხო? ბელინსკის და ბარნოვის კი არა იმის. ეხ ზანდუკელია და. ხო და? ჯავახიშვილი იყო. კი ბატონო, ჯავახიშვილი და ბელინსკის კუთხეში. და მოკლედ თელი ცხოვრება უკვე გადაწყვეტილი ისე ვიყავი რომ ბავშვი მსახიობი. მე ეს ბოლო წლების სკოლის 1-2 წელი უკვე ხო იცის. ასაკი რაღაც დროს ისეთი იყო და ნუ მეც კი რა ის მსახიობობა და მე საერთოდ გერმანიაში მიდიოდი და მაინც ჩავაბარე ლოტკინზე რაღაცა ფასოლო ინსტიტუტი იყო გურამ თავართხილაძის ძალიან კაი კაცი იყო იცი და ნუ მე უნივერსიტეტზე გადავაკეთე მაგრამ ძალიან ზრუნავდა ბავშვებს ეს გურამ თავართხილაძე იქ ვიყავ 1 წელი და ბოლო ჩემონათესავმა მითხრა ზაზა მასანიშვილმა ისიც სახიობია რომ ხო ჩავაბარო ხო სოლები ხარ მოვიყავთ ხალხს აი ეს რა აუ მეთქი ჩავაბარო და ძალიან კარგი ქალბატონია მაყვალა ჩაჩანიძე იქ ლოტკინზე იყო და იმ ქალბატონმა მოკლედ მას მითხრა და საუთები მომცა ჩავწამოვედი და ჩავაბარე თეატრალში და აი იქიდან დაიწყო ნუ ეს რომელი წელია 95 99-ში დავამთავრე და 2000-შივე წავედი ერთი სპექტაკლი თამაში და წავედი მანამდე კინოგამოსილება არ გაქვს უბრალოდ კინოგამოსილება არანაირი არა ბიჭო 95-დან ახლა ამის საკურსოები ან კინო არაფერი არა სპექტაკლები კი და საკურსო სადიპლომო ისიც და ვისთან გიორგი შაუტაშვილი იყო ჩემი პედაგოგი და 2000 წელს მიდიხარ გერმანიაში 2000 წელს აპრილში 13 აპრილს წავედი და 2010-ში 13 აპრილს დავბრუნდი ზუსტად ეს დაემთხვა რა ნუ ეს დაემთხვა ესე და გერმანიაში რა საკეთე გერმანიაში წავედი სტუდენტად წავედი ისე რომ ნუ აი ლევანს ვეუბნებოდი რა მინდა ისე ყოფილიყავი რომ და ის სიტყვაზე რაღაც ფულის გამო არ დავთანხმებულიყავი როლზე და მქონდა ამის თავისუფლება და ფინანსურად ისე დამდგარიყავი ფეხზე რომ გადამეწყვიტა და ანუ თავისუფლად ყოფილიყავი რა ჩემს პროფესიაში მაგრამ რაღაც ეტაპით გავაჩერე 1-5-6 წლით ვიფიქრე გავაჩერებ მეთქე ამას ცოტა მეტი გამომივიდა 10 წელი მაგრამ რომ წავედი სტუდენტად გერმანისტიკაზე ჩავაბარე და მუშაობდი თან და 1 წლის მერე ძალიან მომენატრა რა ხა ეს ჩემ და იქ პანტომიმის დასი იყო ქართველების ლაშაუნიანი ხელმძღვანელი და კახაბაკურაძე უკვე წამოსული იყო
და მათთან მივედი. სარლანჩი ყავი? კი ბატონო, ზაარბრუკენში ვიყავ. ზაარბრუკენში. და მათთან მივედი, ნუ ხა 24 წლის ვიყავ უკვე. მე ჩავждებოდი შპანგატში და ძალიან მოუქნელი ტიპი ვიყავ, მაგრამ ძალიან მაგრა შემკრა მაინც იქაურობა. რაღაცები ვისწავლე, რაღაცები და უფრო ძირითადად სახით, მოკლედ ორი სპექტაკლში ვთამაშობდი რა. კარმენში და ჰამლეტში. ორივეში ძალიან საინტერესო როლი მქონდა. კარმენში მქონდა პროსპერ მერიმე ვიყავი, ვინც პირველსაც ვინც დაწერა. კარმენი და ნუ იქ დანარჩენი ამ მასიურ სცენებში ყველა ძალიან ბევრი რაღაცაში და ჰამლეტში ვიყავი მასხარა რა, ძალიან მიყვარდა ის როლი რა. ძალიან ბევრი საშუალება მქონდა. მოკლედ ეს პირველი 4 წელი ძალიან ჯამში 2005-მდე და მე ბოლო 5 წელი ჩემი პროფესიით აღარაფერი მიკეთებია იქ რა. საერთოდ 4 წელი ვიღაც ჩამოვედი. 2009-ში ჩამოვედი 4 წლის მერე, ანუ 5-ში და მერე 9-ში და აი ეგ იყო რომ კლინიკის კასტინგზე აღმოჩნდი. აჰა, აი ეს უნდა მეკითხე ხა პირველი აი კლინიკის კასტინგზე სერიალი კლინიკა. აბსოლუტურად შემთხვევით თამრიკო ბართაია ჩემი ძალიან ახლობელია და მოკლედ ეკა ჟავანაძეს უთხრა და ეკა ჟავანაძე დამიბარეს ამ კასტინგზე გიორგი ლიფუნოვასთან. და ნუ მივედი, პარასკევი იყო და სამშაბათს მიფრინავდი თუ აღარ მახსოვს. და ნუ ორშაბათს ისევ შევხვდი მე რომ თუ ჩამოხვალო და მეთქი თუ იქნება მიყვანთ ხო. ჩამო. და ჩამოვედი ნოემბერში გადაღებებზე და იანვარში 6-ში დაიკეტა. რა მოხდა რამე ანუ დღემდე ვერ გავიგე რა მოხდა, რა ვიცი, და სცენაზე კარგი მოხდი პირველად. აი, მან მოხდი პირველად. აი დიდი პროდაქშენი იყო. კი, და ფაქტია რომ ინტერესიც იყო იმ პერიოდში, იმიტომ ხალხი ძალიან ელოდებოდა. არ იყო რეიტინგი არ ქონდაო, საინტერესო სცენარი იყო და მე ვითარდებოდა კიდევ და კიდევ საინტერესო. ხო, ნუ აი გაურკვევლობაში დარჩა მაყურებელი რა, რაღაცის გარკვევა რომ დაიწყო, მაშინ დაიხურა მე-16 სერია იყო მახსოვს და აი მაშინ რომ ის წერალი თუ გახსოვთ რომ გიორგი ზანგური რომ შედის კლინიკაში. აი და აი მოგვით რაღაცა კვანძი რაღაცა იწყება და აი მან მორჩა. ეგ იყო ბოლო სერია. ამდენს უნდა კიდე 8 სერია უნდა ყოფილიყო 24 სერიალი იყო პირველი სეზონის წესით და მე კიდე 4 სეზონი უნდა ყოფილიყო რა. 5 სეზონი ყოფილიყო და აღარ ყოფილა მცდელობა მე გაგძელების თქვა. სერიოზული მე არაფერი გამიგე. ეგ მე მგონი იმედზე იყო მე. იმედზე იყო კი. რაღაცები მოხდა მან, რაიმეც არ ვიცი, მაგრამ ერთ დღეში წინა დღეს გადაღება ქონდა და მე 4 დღეს რომ მივედი და არა დავიკეთეთ. კი ბატონო. მაგრამ ეგრევე თავარი როლი თამაში დაიწყე. ხო. ეგეთი გამოცდილება გაქვს. პირველი კინო როლი ხა იმედია შევავწდები, შემთხვევით პაემნები იყო კოლოში. შემთხვევით პაემნებამდე იყო, იცი რა. ფარაჯანოვი იყო გიორგი ჩამოსული. აჰა. და გადაიღო სეუშლი ყველა წავიდა. მე არ მაქვს. და მან მაქვს ეპიზოდი. ეგ იყო აი ფილმი რაც არის, უმეტაჟიანი ეგ იყო პირველი, იმიტომ რომ ამათ შორის იყო კიდევ გიორგი ლიფონოვამ გადაიღო 2010-ის შემოძაფხულია. ისა ნაფიცი მსაჯული, გახსოვთ? კი ბატონო. და იმაში სამი სერია რო ვერ გავიხსენე ეგ რა არის. აი რაღაცა სამი სერია. კი კი. სამი სერია 12 დღეში გადავიღეთ. ეს არის რაღაცა 12 განრისხებული მამაკაცის ამ ანუ ნაფიცი მსაჯულების ის შემოდიოდა მაშინ. და მაგის ის იყო რა, ხო და რავი არ გამოვიდა ცუდი მე მგონი. მე მეორე სერიაში იკა კუჭავა, ხო კუჭავაცა, ერთი. კი კი. ეგ იყო. სერიალი, ანუ სამი სერია, ხო. ოკეი. დევს ყველგან YouTube-ზე. ანუ ერთი შინარსია. არა, ერთი ამბავი ხო. კი, კი. აი როგორ მოხდი კოღოშვილი შემთხვევით პაემნებში მე ძალიან მიყვარს ეს ფილმი, ის დროზეც მაქვს დაწერილი რეცენზია. როგორ მოხდი კი არ ვიცი, ვინ დამიკავშირდა და სიმართლე გითხრა რა. მე მგონი ციცინო პარულავა. და კასტინგზე მიხვედიან ჩვენ. ხო, და ლეკაც იქ იყო და იქ გავიარე იასთან სუხიტაშვილთან ერთად კასტინგი, კი ბატონო. კასტინგი არა, იქ უკვე რეპეტიცია გავიარე იასთან. ანუ კასტინგი ესე არ მქონია, ლეკამ უკვე ისე ამიყვანა, რომ იცოდა რა. ესე მახსოვს რა, რომ უკვე ანუ კასტინგი თვითონ არ გამივიდა პირდაპირ ეს რეპეტიციასავით გავიარეთ იასთან. სწორად მახსოვს. ანდრო საყვარელიძე საინტერესო. მაგამოში ეხაც საყვარელი. იმამამულია იღებს შევავა სპოილერი. თავარი. აი როგორი არ არის პროფესიით მსახიობი, ხო, ხო? არა ძალიან კაი კაცია. ხო, ეტყობა, აი როგორი იყო მასთან მუშაობა, ამე ესეთი ხო არ გახსოვს. აი პირიქით ძალიან ისე იყო რა მონდობილი რომ ნუ ხა ჩვენ მსახიობები და თვითონ არა მსახიობი და პირიქით რა ძალიან ცდილობდა რომ არ შეეშალა თვითონ ხელი რა. რომ თავისი არანაირად პირიქით ძალიან კომფორტული იყო. და ეს შენი კაი კაცი. მე ბერლინის ბერლინალეზე ერთად ვიყავით და ბევრს ვიცინოდით.
აი როგორც ანდოთან ერთ-ერთი სცენარისტია მაგ კი, ფილმის. შეთქვით ხო. კი. საინტერესო რა იცი აი კოტე დასვავს უფრო ალბათ ამ კითხოს შენ როლებზე ზოგადად და ეს შეიძლება თქვას რომ აი რაღაცა ეს იმიჯი ვიღაცა გიყურებს როგორც ძველი ბიჭის კი, როგორ არ შეიძლება. საიდან წამოვიდა როგორ არ შეიძლება სულ რაღაცა ძალიან მოერგებით აი 90-იანების როლს უწევენ ხოლმე. ხოლო ეს ხოდაშორის დიტო შეეცადა ცინცადეთ მაგ კლიშეს როქსი დავსხოვოს როქსი ძალიან საინტერესო ფილმი ძალიან მომწონს. გამპარსა სათვალე გამიგდეთ მე გამიგდეთ. საერთოდ სხვანაირი ხო იმიჯი მაგარი შეცვლილია და ძალიან საინტერესო ფილმია და ფილმიც საინტერესოა და აი და პირველი ეს მანდი იყო ანუ შემთხვევით პლანებში იყო ეს აი ცოტა მოძველ ბიჭო პერსონაჟი მანამდე იყო რაღაცა იქ მოიცადე რა ფილმია იცი მე მახსოვს იმაში კალასკაში რო ზიხარ ეგ ორია მარილივი თეთრი ხო არა ქეთის არა მაჭავარიანი აკამორჩილაძის იმაზე იმის მიხედვით მეორე არის დღეები და ღამეები აკამორჩილაძის მიხედვით რო იყო ხო ეგ არის იმისი რა ქვია ეგ ბიჭი რო დემეტრაშვილი ხო ესეთ კაი ფილმებს იღებდა მეგონი წავიდა არ ვიცი არ შემთხვევია დიდი ხანი წავიდა ხო კაი ბიჭია ძალიან რაღაც ხურდი რო ხდები და რაღაც ამბავი პირველი დღე რო ესეთი ფილმია რაღაც დავმახსოვე ეგ სამყარო რამდენად ახლო იყო შენთვის ნუ ახლო იყო ეგ მეგონი ყველასთვის მაშინ ხო ჩემთანაც პარტიად შედიოდი მაგ როლში როგორც კი ანუ მაგისტვის ახლა ამის პროტოტიპის მოძებნა საერთოდ არ არის რთული ჩვენი თაობის ხალხისთვის რა ანუ გაიხსენებ ვიღაცას და რამდენიმე კაცის ნაკრები ანუ ხდე ეგ რთული არ არის რა ნამდვილად რთული კაი კაცის მოძებნა უფრო რატორი რომ იბაძოთ ორი ეგო ჩემს ან პრინციპში ეხლა რომ დავაკვირდეთ ბევრ კაი რეჟისორთან გამოგივიდა კი გამომივიდა კი ოუაშვილი ვახსენეთ აგერქეთი თქვი მაჭავარიანი დიტო კი იმასთანაც გიგინეიშვილი რეზოსტერიძეს კი თუთფერიდესთანაც გიგინეიშვილთან გიგინეიშვილი ახლა მეორეც საზაურუშაძესთან კი საზაურუშაძესთან მთელი რა პრინციპში ვინც ეს ეპოქა შექმნეს რაღაცნაირად კინო აი ეს რაღაცა 2000-იანები და 2010-იანები ერთთან კი ამი ფიქრია მაგას ხო არა ხო და რო დღეს უყურებდი ზუსტად რა ჩამონაცვლას და ეგრეა ისეთ კი რეჟისორთან გაკნავა თამაშები კი დიტო ძალიან კაი კაცია დიტო ხო და დიტოს მე აი ეგ რო თქვი რო თქვეს აი ვახობა ვიყავთ რო ლაპარაკობდით ამ პოდკასტზე მე პირველი ეგ ჩავაგდეთ ამ ვიღაცებს ნანახი არ ქონდა მე თქვი ეს კინო არის რაღაცა მე ნანახი ფესტივალზე თბილისის ფესტივალზე იყო აქ იყო კი დიტო საყავს პირველი სარეჟისორო ჯგუფი სექტემბერში რო იქნება მართლა ანუ ჩამოდის და ხო ანუ აი აქ ყოფნა სულ არ იქნება საჭირო ისე არის ხუთეტაპად არის დაყოფილი შესწავლება რომ აქ შედეგი რა არის კურსის ბოლოს რომ საავტორო ფილმი მიაქვს სტუდენტს ну დროში არ ზღუდა ვფიქრობ რომ 10-დან 20 წუთამდე უფრო ვაძლევ 3 დღეს გადასაღებად და ამ 3 დღეში შეიძლება ხა ვიღაცა არ ვიცი 20 წუთიანი და კარგი გადაიღოს რა თუ შევზღუდო ну ტექნიკას აძლევს ხარდია ტექნიკას ვაძლევ უმაღლესი ხარისხის რა ვაძლევთ რეკვიზიტს ვაძლევთ კოსტიუმს გრიმით უზრუნველყოფთ ვაძლევთ 1000 ლარს მსახიობების სონორარისთვის და 1000 ლარს კვებისთვის და ბენზინისთვის ის 3 დღე და რა ვიცი პროდაქშენის საწყო აი ყველაფერს ეს არის მეოთხე ეტაპი გადაღების თორემ მანამდე 3 ეტაპია მთელი როდესაც პირველი ეტაპია საერთოდ ეცნობიან ყველაფერს მეორე ეტაპია სცენარს წერენ მესამე ეტაპია მოსამზადებელი პერიოდი კინოს გადასაღებად ფილმის და მეოთხე ეტაპი გადაღება მეხუთე უკვე მოვაქვთ მასალა და პოსტპროდაქშენი მონტაჟი არის ამბავია კი დიტო და გიორგი ვფიქრობ რომ აიყვნენ ეს ორ ჯგუფს დიტოსთან გერმანიაში მოხდა ჩემი დაკავშირება თუ არ ვწდები მერაბისგან ნინიძესგან პირველად ეგ იყო 2006 თუ 7 მაგ პერიოდში გადაიღო მედიატორი მე მგონი ხო აი პერიოდია კი ბატონო და ნუ მაშინ მე 2010-ში რო ჩამოვედი დიტო იყო ჩამოსული და აპირებდა მოკლედ 1 2 თუ 3 სცენარი იყო სადაც დიტოსთან მეთამაშა მთავარი როლი და ჩაიშალა ყველაფერი რა ორი ნახდათ მახსოვს მე მგონი 13 იყო ერთი იყო აქ მე ნატო და მურმანიძე და გიორგი ნაკაშიძე რაღაც სამი ნაყოფილი ყავით რაღაც მთავარ როლში ჩაიშალა ეგ მე იქ უნდა მეთამაშა რაღაც ავსტრიული დაგვეთა იყო
იქაო ავსტრიაში მაცხოვრებელ ქართველებზე და მაგარი სცენარი იყო ეგ ძალიან გადამომიგზავნა თვითონ ინგლისურად მაშინ და ძალიან მაგარი სცენარი იყო და ეგეც ჩაიშალა იმიტომ რომ შენ ძალიან რომანტიზირებაო ქართული მაფიოზებისო მართლა ხო და არა შენ არაო და ესე მახსოვს რა მაგის ეს და მე ბოლოს ეს როქსი მე მგონი მესამე ეგ იყო ხო აი როქსიზე მუშაობა იყო მართლა განსხვავებული როლია თვითონ მუშაობა რა ძალიან და თან ძალიან როგორ გითხრა ნოყიერი თუ როგორ თქვა რა ნაყოფიერი იმიტომ რომ ძალიან კარგად ხსნის და ერთ სიტყვაში გეუბნება რა უნდა და თან გაძლევს მე თავისუფლებას და იქ ძალიან კომფორტულია მსახიობისთვის საერთოდ რომ მუშაობ არიან რეჟისორები რომელიც ზუსტად გეუბნება რომ აი ესე უნდა ესე არა ესე მე ამ უფრო სტუდია იმაში ზუსტად ის რა უნდა და საბოლოო ჯამში ეგეთი რეჟისორების ფილმები ძალიან კარგი გამოსულა მაგრამ მე ამ რომელია სამუშაოდ კომფორტული მსახიობისთვის როცა ერთად რაღაცას და გერმანიაში კომფორტულად იყავი ანუ გერმანიაში კი გერმანულ ხო ვიცი ანუ 10 წელი ხო ვიყავი და აქედან გამომდინარე გერმანულ ვარსკვლავთან ერთად ვითამაშე თავარი დევიდ შტრეზოვი ძალიან კაი კაცი თავიდან სანამ ჩამოვიდა და მე ერთი დღით ჩავასწარი თუ არ ვწდები თუ რაღაცა რომ რაღაცა ისეთი ტიპია რაღაცა სეტზე დაწაბულები ელოდებოდნენ რომ ცოტა უჟმური და რაღაცა პრეტენზიულიო და რაღაცაო და ჩამოვიდა აუ რა მაგარი კაცია საერთოდ არაფერი არ შეშლია კი არა აი რა ვიცი ძალიან მაგარი კაცი რა ზვაგაცობთ მაგრამ 5 შვილი ყავს და მაგარი მსახიობი ძალიან და სულ აი მაგარი მოთხოვნადი მსახიობი აი ხან სპექტაკლებში თეატრში თამაშობს და კინოში შვილიც მსახიობი ხა დღეს რო უყურებდი შენ ფილმოგრაფიას IMDb-ზე კიდე ელმან იმანოვთან და ეს აქ იყო აქ არის გადაღებული ხო რაზე და გერმანელ არ გინახავთ აქ იყო აი რაღაცა მახსოვს ესე მაგრამ მე მგონი ნახე მაგ ფილმს კინოში მე თუ ფესტივალზე იყო ქუთაისში არა ქუთაისში არ ყოფილა ფილმი სადღაც იყო მოკლედ ამ გერმანელი ტიპია ვინც ჩამოდის ოღონდ საქართველოსაც რაშუაში ვერ გავიგე მეც ვარ მან და ოღონდ ისეთ ვარდისფერი იმაში რო ვარ არ გინახავს რა არ ვინახავს სადღაც ფოტო მაქვს და მე თვითონ ჩაგიდგები აუ სასწაულიც ვარ მაგრამ ოღონდ აი საერთოდ ესე გამოჩნდები და მორჩა რა უბრალოდ ელმარს ვიცნობ ახლოს რა და ეს ხო სოსოსთან ბლიაძესთან ხო პროდიუსერი სოსოსი ხო ელმარი იყო ხოლმე რა ხო და და უნდა ძალიან რო ყოფილიყავი ამ პროექტში ხანაკიდან შემდეგ ეს განმიგდა და ბოლო ეს ერთი გავლა მაქვს რა თუ დღავარ სადღაც თუ რაღაც და სხვათა შორის კიდე აღმოჩნდა ძალიან ბევრი მოკლემეტრაჟიანი ფილმი რომელშიც თამაშობს ზოგ სამოყვარულოშიც მე მგონი რასაც უყურებდი პოსტერები ისეთებს სამოყვარულო ხო აი ეს გაფას ბავშვები ხო ჯიპას ბავშვები ანუ სამოყვარულოს დავარქოთ ეგ ხო სტუდენტურებში უარს ვერ ხო აი უნდა მეკითხა ანუ შენთვის ძალიან ის არის მიმღებლობა გაქვს ახალგაზრდებთან რომ პირდაპირ პირიქით როგორ უნდა დავეხმარო რას ქვია პირიქით ანუ ძალიან მიხარია ხოლმე და რომ ეძახიან მიხარია რა იმიტომ რომ ჯერ ერთი იმიტომ რომ ესე იგი ხვდებიან რომ შეუულიათ რომ მითხრან რომ ესე ისეთ როლებს გთავაზობენ რომლის იმიჯიც უფრო ის ძველი ბიჭი სადაც სიმართლე გითხრა ეგრეა ხო რა მაგრამ პირიქითაც იყო ძველი ბიჭი დამადგება მოსაკლავად და მე არ ვარ ძველი ბიჭი ეგეთიც იყო რა ბავშვებთან მაგრამ აი მოთაშორის აი ბავშვებისგან გაფას სამ ფილმში ვითამაში იმერ წელს 2 წლის წინ იყო თუ არ ვცდები აი მაგაც ბევრი რაღაცები გავიგე ამ სარეჟისორო კურსს რაღაცები მათგანაც შევძინე რა ჩვენ კურსს აი ხო რაღაც ფილმი გამახსენდა რომ დაგადგება შენ შვილი ყავს აი ხახზე რომ ადგება და ხო კი აი ფილმია ხო არ ვარ მაგელი ბიჭი ხო და შორის ესე მარტო ერთმნიშვნელოვნად რაღაცა ერთი სახით არ არის რომ ძველ ბიჭებს თამაშობ არის რაღაც რამდენიმე პლასტი შეგიძლია ხო მაგრამ ის უფრო ის არის ხო ის იმიჯი უფრო მაქვს კი ის იმიჯი უფრო გაქვს მაგრამ აი ცოტა მოთაღლითო ტიპებს გიორგიმ და იმ შემთხვევით პაინოშიც ეხა ტრიალებს სხვა და შორის ეგ რილსების უშენ ის სკელეხის უფრას რო ეგ ხო ეგ მაგარი ის რო ექსცენა მიყვარს საერთოდ ეგ ფილმი მიყვარს და
იქ ლევან ღლონტი ერთ-ერთ იქ რომელიც ჩვენი მეგობარი ის მაგარი გაზეთები ხო გაზეთებით გადავახვიეთ ეზოში და ხო რაღაცა ეს თაღლითი გმირა აი მოდი გიორგიზე ვილაპარაკეთ ბევრი ვაქეთ როგორც პედაგოგი ამ შემთხვევაში მის მოკლემეტრაჟიან ფილმებში ხარ ორში რაც მე მახსენდება ორივეში როგორ გაიცანი გიორგი და როგორი იყო მასთან მუშაობა და რამდენი თი გავიცანი ამ NAO პირველი დათვის ფორმალმა ხო NAO მე ნოდოს 8-ია 2 დღეც მე ერთი დღე მეცოდა ნოდოს 2 ოღონდ პაპანაკებაში ვიღებდით ივლისში აჭარასთან ვერაფერს ვერ მოეფარებინ ზეჭაბუგისგან და რა მართლა აი ისეთი და აჭა აი ყველაზე პიკი რო იყო მაშინ ვიღებდით რა და მანქანაში რო შედვართ მით უმეტეს უკან ვანიჩკა საწყალი გვარანცი ჩვენი ხმა წევს ამ თავის ყველაფრით და როგორც ხელა იცი კონდიციონერს არც გვაქვს და არც გვართვევინებს ეს კონდიციონერი იმიტომ რომ ხმას უშლის თან ფანჯრები გვაქვს აწეული იმიტომ რომ ხმა უშლის პეკინზე და დაათვის ფორმაცია და ესე ვიდეოს საფეთქები რა და კადრამდე აი ესე გადავივლებ ამ საფეთქებით დავაწყობ და წავაკადრი მაგრამ მე ერთი დღე და ნოდოს ჩვენსას ნოზაძეს უსაყვარლესი კაცია ნოდოს 2 დღე იწვა უყდებოდი მისი საწოდაობა ამან სიუჟეტად ის ხდება ხო შენ ჩააცმე მე ამას იმას სიუჟეტად ეგრე არა ჩავაცმე მე ხალხს უნდა შევხვდი მეთქი და აუ ეგ ძალიან მანდას თაღლითი ხარ გიორგის ორივე ძალიან ჭირს ხო ეხა ორივე თქვით პრინციპში ხმას მოკლედ არ ვიცი რა უღო შემთხვევით ის პაემნების და ესეც კომედია ცოტა ქართულ კინოში რა და ეს ორივე რაღაც ამას შეიცავს აი ეს მეორე მთლად შენ და ნოდოსი მთლად ისე კომედია ხო ეგ ელემენტები აკლია ნამდვილად ხო ქართულ კინოს მან გავიცანი გიორგი აი მაგ ფილმზე რა და მე უკვე იყო ცუდი ხალხი რა ცუდი ხალხი ხო აი ცუდ ხალხზეც და საუბარი ახსენე 90-იანი წლებიც რო ნუ შენ თუ არ გაქვს ნანახი ამ აი ეს როლი რამდენად მარტივად შეხვედი ამ როლში აი ვისაც თამაშობ ადამიანს საფონული ნახე როგორი ბავშვობა ქონა ჩვენ ცი მოდაში იყო ჩვენ ბავშვობაში ავტომატიანი ბიჭი რა კისერში ცხვისაღოთ ჩაფენილი რა შეიძლება ცოტა кайფშიც ხვდები რა აი რაღაც ძალიან მარაში გავიზარდეთ სიმართლე რო ვთქვა ესეთ ტიპები ჩვენ შეიძლება ჩვენთვის ვითამაშია ხო ხვდები ხო ანუ არ ამიტომ სირთულეს მართლა სირთული ტიპის პონა არ რთული არის ამ ტიპის ხასიათის და ხაზის მიყოლა ეს ყოველთვის რთულია იმიტომ რომ როლი ყოველთვის ბეწვის ხიდია ყოველთვის იმიტომ რომ თუ გინდა რომ სწორი იყოს რა და ეგ არის ხოლმე მან სირთულე იმაშია რომ ეს ეტნაირი ტიპაჟი ძველი ბიჭი სხვადასხვა ტიპი ძველი ბიჭებია და ხო სხვადასხვა ტიპის ძველი ბიჭს თუ მოახერხებ რომ წარმოგიდგენთ ამბივალენტური გმირია ხა ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ მას აკეთილშობილებს ის მოტივი თავი რა არის ხო ბავშვის წამლის საძიებლად მიდის და გადის ამ გზაზე შენ გინდა არ გინდა ემპათიით ხარ განწყობილი მაყურებელი ხა მისი ბექგრაუნდი რაც არ უნდა იყოს იქ დაბრიდავენ ვიღაცას ხო კაცკლავენ და ცოტა იქით ვერ ისროლეთო და დააგდებს ის საერთოდ არაფერი ხო ისახსოვსო წამალი ეგეთი ავტენტურია ხა ისაც გვახსოვს ეგ პერიოდი ეს კლასელი რო შეხვდება ხა ანუ ამაზე მეტყვი სხვა სცენა საერთოდ ხო ყველა ხაზი მაგარია ეგ თავი ჯანო ძალიან მაგარია იზოლია მე და ჯანო მივიღეთ მაგ ფილმით რაღაც პრიზები გვაქვს მიღებ ჯანო ძალიან მაგარია ანუ ისედაც მაგარია დიტო რა მაგარია დიტო დიტო რა მაგარია ან მაგარია ამაგრა თამაშობს ეს მაგ მომს ვახო ხოლმე და დიტოს უყურებ ძალიან მაგარია ჯანოს ვაყურებ ეს აიყვანე მომაშორო მაგარ რაღაცას ამბობდი მამუკა ძალიან მაგარია მამუკა მაგის მე არის ბევრ ფილმებში იმიტომ რომ ძალიან კაი მსახიობია და ეგ კოდის ხო და ეგ ძალიან ქართულია ხა გამახსენდა თქვენი ის შეხვედრა პირველი რა ხო გესურის შენ რომ სწავლის საძებად აი ეგ არის ძალიან ქართული ჩემთვის ის რომ კაც მოსაკლავად ანუ კლავდა და შემაგინეო რა პანჩი და ის ატკაზე რო იზა არ შემიგინებიაო იმიტომ რომ იცის რომ მაგას ვეღარ გამოასწრო ხო გილება ხო რაღაცა ეგ რაღაც ქართული ის საერთოდ ურჩიოთ მაყურებელს ცუდი ხალხი გიორგი თავართიაძის ფილმი მოკლემეტრაჟი დევს YouTube-ზე კი YouTube-ზე და კავიაზე დევს რა ყველაფერი კავიაზე ყველაფერი დევს ხარაზე ლაპარაკობთ ყველაფერი კიდე ერთი რაც ეხა მახსენებ და ალბათ ნუ
სამწუხარო და არ ვიცი რატო არის სამწუხარო, იმიტომ არის ჩემთვის სამწუხარო, მინდა რომ visibility ავტორო კინოს უფრო კონდეს ქართულს და უფრო მეტი როლები შენი აქედან იცოდე ვიდრე ჩემი ცოლის დაქალებიდან მაგალითად და მიშკათი, რომელიც აი თუმცა მიშკაზე ვიხედები, ხო? შენი აი უნდა მეკითხა. კი, კაცო. აი ქუჩაში რომ ახალ ზოგადად მიშკაზე ვიხედები და როგორი. ხალხი მიშკათი გიცნობს რა, ესე უნდა თქვა. ხო, შენი შექმნილია ეგ პერსონაჟი. ხალხი აი ძალიან გასაკვირი რაც არის ხოლმე რომ ძალიან როგორი კარგი კაცია მიშკა და როგორ რაღაც რა ვიცი ამ მიშკას მინუსები მე მგონი ძალიან შესამჩნევი იყო და დასანახი რა და გულუწყდება თუ შეამჩნიეს ხალხმა ესე იგი მე ვერ მოვითამაშე ალბათ კარგად. ნუ ბოჭორაც იგივეს ამბობდა ეხლა მისი გმირიც უყვართ მაინც მიხედავთ იმისა რომ ხო ნუ არა საყვარელი არ არის აი არანაირად საყვარელი არ არის ამ დროს რა ხო მაგრამ აქაც ისევ არის ეს მანდა სხვა არის შვილთან ურთიერთობა რაღაცა და ხო გაკეთილშობილება ხდება გმირების კინოს ახლავს ეს სუბიექტურობა რა რომ რომელი მხრიდანაც ვიღებ თუ ყოველს თავის სიმართლე აქვს თუ ამ ჭეშმარიტება ერთი თუ სიმართლე ყოველს თავის შექ და შეიძლება არც ერთი არ გამორიცხდეს მეორეს და რომელი სიმართლენას ვიღებთ ჩვენ შეიძლება იმ სიმართლეს მიყვებით მე და გაიძულებს ეს რომ რაღაცა იმას უნდა არა აქ თან მიზან მიმართულად დევდარიანიც მეგონი სცენარისტს აკეთებდა იმას რომ პერსონაჟების რაღაც მეორე მხარეს ძალიან ესე პირდაპირ გაჩვენდა ხა შენი გმირის მახსოვს მაგალითად რომ აი დედის ის რომ ოქროულობა უნდა გამოიტანოს მე მგონი და აი ვიღაც შვილი უყვდება და იმის პირდაპირ გაჩვენებს რომ აი ეს აი ტიპიც არის რა რაღაც და რაღაც გარემოება დადებითი რაღაცები ქონდა ჩემთვის ძალიან ბევრი კი კი და ესეც შენ დამსახურებაა რომ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა აქცევ ერთთლიანობაში ხო რამეხანი იყავი кайხანი იყავი ხო 4 სეზონი თუ არ ვწდები ხო კი ეგრე დაახლოებით კი რა არის აი სკოლა გავიარეს თქო თეატრალში კარგით თქო რომ თქვი სხვადასხვა ეხა უფრო კიდე რაღაცებს მაგედან მაგას კიდე უფრო წმუნდები მაგაში იმიტომ რომ აი არის შევეჩეხე ისეთ შემთხვევებს რომ როლზე და ჩემს ხაზს რომ მივყევი და რომ აღმოვაჩინე ჩემს სპექტაკლში თქვა თლიან როლში რა რომ აქ ანუ რა იყო იცი რამდენიმე პერსონაჟი იყო ერთ როლში გაერთიანებული რა და ეს როლი მქონდა მე გვიან შევედი ამ სპექტაკლში რა რაღაცა მოხდა და მე მოყვით და პრემიერამდე ორი კვირით ადრე და ეს ხაზი რომ გავიარეთ და რომ მივხვდი რომ აქ რაღაცა ძალიან არასწორია და ეს რო აღნიშნე და რო გავიარეთ და გადავაკეთეთ ეს გახდა აღსანიშნი რომ რა მაგარი ვარ მე რა და ჯო ძალიან გამიკვირდა იცი რა რომ აბა სხვანაირად რანაირად ხდება რომ უზრუნველობა მე არ ვიცი თუ მე წარმომიდგენია რანაირად ხდება ანუ რა ანუ ერთმანეთს აბაო სახიობა ეგ მაგის გარეშე სახიობა არ არსებობს ანუ სახიობი თუ კი ადამიანს ეს უკვე მოიცავს ამას რომ შენ როლს თავიდან ბოლომდე ხას უნდა გადიოდე რა და უნდა იყოს ეს ხაზი ჯაჭვი მართალი მე თუ არ მჯერა რაღაცის იმდენი დავამაქვს ხოლმე რეჟისორთან სანამ მე ამ ტიპის გამართლებას არ შევძლებ გამართლებას არ გულისხმობ რომ სწორად მოიქცა თქო მაგრამ რატომ მოიქცა მე ამაში მართალი უნდა ვიყო რომ ამას ვფიქრობდე რაღაც მხრივ შეიძლება მანიაკსაც მოვიძებნო ეს ანუ სწორად თქვი კი თვითონ თუ არა ვარ იმის ძიებაში გავატარებ რა ვიცი წლებს სანამ არ დავადგენთ ზუსტად რა იმიტომ რომ ტყუილს ვეღარ მოგატყუებ მე ხტები იმიტომ კი არა რომ არ ვიკადრებ ვერ მოგატყუებ თუ მართალი არ ვიქნები ჩვენი პროფესია არის მოტყუება ხო მაინც ბულბულო მაგრამ როგორ გატყუებ ყველას კარგად მე როცა მჯერა ამის ხო რა თქმა უნდა მე რა გაჯერებს შენ კი ჯერა ხო ვერ მოვატყუებ კი ბატონო იმ პერიოდსაც მინდა შევეხო GDS-ის პროექტებშიც იყავით ამიტომ რომ დაიწყო ტიფლის და პარადოქსშიც ვიყავი კი ბატონო აი მაგ პერიოდზე მომიყევი და მაინტერესებს აი რა ხდებოდა შენი თვალთახედვიდან აი მაშინ ეს GDS-ი რომ იქოქებოდა და დიდი იმედები ხო და მანაც ისეთი განწყობით ვიყავი სიმართლე გითხრა რა რომ აი როგორც ეხლაც ვარ რა ახალგაზრდობის მიმართ რომ რაღაც ახალგაზრდული ხდებოდა უკაცრავად იქოქებოდა და მინდოდა რომ ყველანაირად ხელი შემეწყოთ პირამი შემეწყოთ მე აი ეს ტიფლისის პერიოდში უკვე ეტყობოდა ძალიან არეულობა რა და ქაოსი იქ შიგნით იმიტომ რომ იყო შემთხვევები რომ დღიურ ანაზღაურებაზე ვიყავი და რამდენჯერმე 5ჯერ თუ შეიძლება მეჯერ შეიძლება 7ჯერ თულა მიმყვანს გადაღება და ეს დაუშვებელია თუ რაღაცა მახინაციები არ არის ხდება ისე არ ხდება ის რა შეაწყობს რა შეიძლება თან რო ვიცით უკან ვინდგას ხო და მოკლედ მე ამიტომაც აირია და მეორე სეზონში ვიყავი მე
და თორე პირველი სეზონზე დაალაგებული რო იყო, ეთყობა კიდევაც პროდუქტს. ხო. და მეორე სეზონი უცებ ერთ სერიაში რომ დამთავრდა, იმიტომ რომ ნუ მოკლედ ძალიანად იხურებოდა ორივე ქერჩიც და ესეც, იმიტომ რომ ქერჩიც იყავი? ქერჩი არ ყოფა. იმიტომ რომ გამჟღავნდა რაღაცეები და ხო. ორივე იხურებოდა და დიდი თხოვნით მერე ერთ სერიაში ჩავა ტიეთ თელი ტიფლისი. თეატრის და კინოს შედარებაზე პირველ რიგში შენი აზრი გითხარი და შენ რომელში უფრო კომფორტულად გრძნობ თავს? კინოში უფრო კომფორტულად ვზნობ თავს რატომ? იმიტომ რომ არ მიწევს ხმამაღლა ლაპარაკი. აი ეგ იყო ქვეტექსტი ჩემი შენი რაც მინახავს, აი თეატრის რაღაცა ის არ გაქვს. ხო, თუმცა აი ცოტა კინოშნიკური სპექტაკლია და უნდა იყოს ივნისში წესით. თუ იქნება კეთვით და მოგზავნით მონოსპექტაკლია მარჯანიშვილის სხვენში რა. და სცენაზეც ვნახავ, მაგრამ აუცილებელია კინოში, აი თეატრში ხმამაღლა ილაპარაკოს მსახიობმა, აი ანუ ის გააგებინო, აი იმ ხმაზე უნდა ილაპარაკო, რომ გააგებინო და ხანდახან ესეც რთულია რა, იმიტომ რომ ისეთი სცენაა, რომ იმიტომ კი რა ჩურჩულითაც გააგებინებ, მაგრამ აი მოკლედ ამაზე ცალკე ყურადღების მიქცევა გჭირდება თეატრში. ჩემნაირ ტიპს, რომელიც ხმადაბლა ლაპარაკობს რა. და ცალკე მჭირდება ამაზე ყურადღების გამახვილება და კინოში არა. ესე უკვე ცალკე ერთი პლუსი კომფორტია ჩემთვის რა. თუმცა მე ვთვლი რომ მსახიობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თეატრი, იმიტომ რომ აი როგორ გითხრა ეს მაგ კიდეც ნათქვამი რა. იტენები თეატრში იღებ და კინოში იცლები მე უშუალოდ რა. ეს რაღაც ტრენინგია, ვარჯიშია, აი როგორც ფეხბურთელს სჭირდება ვარჯიში, ისეა თეატრი. საკუთარი თავის გამოძერწვის საშუალებაა. რეპეტიციები ისეთ საინტერესო პროცესია, რომ აქ შეგილი კინოში ამის საშუალება არა, კინოში რომ მიდიხარ, აი ეს კონკრეტული კაპტა უნდა გააკეთო. და იქ შეგილი აი იქამდე გაწელო, სანამდე ზღვარს გადახვიდე და მიხვდე მე ზღვარი სატყუპილად და აი მოკლედ ხვდები აი ის საშუალება, მაგამ კაპაციტეტის გაზომვის ძალიან საუკეთესო საშუალებაა რა. და ეს მსახიობისთვის ძალიან დიდი ვარჯიში, ეგ არის ჩვენი ვარჯიში. ფიქრი და ეგ რა, რომ აი ცადო რაღაცებთან, ფიქრთან ერთად ხონდა ცადო კიდევაც იმდრო. ძირითადი პრობლემა მე რასაც უყურებ ხოლმე აი თეატრალურ დამთავრებულ მსახიობებში ხარ მე უბრალოდ შემფასებელი ვარ კინოში თეატრში არ შეიძლება კარგად აკეთებს აი ეს მინიმალ ექტინგი აღარ შეუულიათ მე რაც კინოს ჭირდება და რაც შენ თქვი რა რაც შემამ ზერა ჭირდება იმას არის უკვე მიჩვეულო რაღაცა მაღალ რეგისტრზეა რეჟისორმა უნდა აბალოს კი მაგრამ აი ყოველთვის ვერ ახერხებს ალბათ რეჟისორიც ზოგი მსახიობი ხვდება მაგრამ ზოგი ვერ ხვდება და ზოგჯერ რეჟისორსაც უჭირს დაბალანსება იმიტომ რომ აქ უკვე მე მგონი მსახიობმა უნდა მიხვდეს და გამიჯნოს ეს გამოხატვის საშუალება. იმიტომ რომ შინაგანი მდგომარეობა არის ზუსტად ერთი იგივე, მაგრამ გამოხატვის საშუალება არის აბსოლუტურად სხვადასხვა. და ეს არის რატომ ის იგივეა, რასაც თეატრში განიცდი, ეს იქაც უნდა განიცდიდა, მაგრამ არ არის საჭირო ამის არანაირი სახე. შე როგორც ახსენი ახლა ჩანს რა ყველაფერი რა თვალში ჩანს, შე რო შიგნით ეს გჭირს, თვალში ყველაფერი ჩანს და საკმარისია კი და ძალიან მაგარი. როგორც ახსენი მაგ მეთოდით რომ მიუდგეს მსახიობ ალბათ მიხვდება ხა შე როგორც თქვი რომ მე იქ რა მჭირდება თეატრში და როგორ უნდა ვაკეთო და აი რა გახსნის რაღაცა იქ სადაც ასვლა შეგიძლია ჩამოსვლა ამაზე დაკვირვება და აზროვნება უკვე მოგცემს ალბათ მაგ პლასტებს რომ მე იქ სხვანაირად გადახვიდე რა კინოში მაგრამ აი ეს არ ხდება და ეს პირველ რიგში არის აი იმის დეფიციტი და რის გამოც რაზეც ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ ახლა ხო რომ კინოსამსახიობო გამოსება და კამერასთან მუშაობა არის სასწაულად თეატრს რაღაც დოზით რო გაძლევენ ხო კინოც ახლა 80-20-ზე მაინც უნდა იყოს სწავლის პერიოდში ხო რომ კამერასთან იცოდე რა უნდა გააკეთო რა დავამთავრე თეატრს სანამ გავფრინდებოდი გერმანიაში რაღაცა რეკლამაში გადავიღეს პატარა არც ვიცი გამოგეთვალა ეს რეკლამა და თავნიკო ბართაიო ახსენდება თავნიკო იყო იქ ერთ რეჟისორად თუ აღარ მახსოვს და მოკლედ ვაშლი თუ ატამი მოწყვიტო და შეჭამე რომ ძალიან ხშირია რომ მოწყვიტო რომ შევჭამე მითხრა რომ ესე არაო თეატრალურად არაო აი მართლა ხშირია ისე აი ეს წინადადება იყო რითაც მე ვიხელმძღვანელე და მე გერმანიაში რაღაც მომენტში დავიწყე ფილმების ყურება რომ აი როგორ თამაშობს ეხა ეს ვინც მოგწონს ვიღაც რა ვიცი ნებისმიერ ენტონი ჰოპკინს აი როგორ თამაშობს და ამ დაკვირვებით დავიწყე ის რომ აი თეატრალურად არა მართლა როგორც არის მე ჩემთან ვარჯიშობდი სულ უბრალოდ ხო ეს რაღაცებს და მართლა რაღაცა შეფასებებს რაღაცებს ჩაოლებოთ რო აკეთებ და არა თეატრალურად როგორც ანდრე პანდონიმოსის ვაკეთებ თქვათ რომ მინდოდა რომ პირიქით სახე იმას მეკნა იმიტომ რომ სახით თამაშობდი პანდონიმოსს ვიძახ პლასტიკამი არ ხდება. ვიხდი რომ ეს პირიქით უნდა ვაფშე უნდა ჩააქრო. და მე იყო რომ ჩამოვედი უკვე აქ.
რიჩარდ კუკის რაღაც ერთ საათიან მასტერკლასს დავეკრით. ეს არის ბრიტანელი ის არის პროდიუსერი, კასტინგ მენეჯერი ტიპი. ძალიან საინტერესო რაღაცები გავიგე იქიდან რამე ვისწავლე. ტექნიკური თვალსაზრისით, თუნდაც კასტინგი, კასტინგი როგორ უნდა გადავიყო, მით უნდა გამოგიდგა. რაღაცები აი ელემენტარულები ძალიან ბევრი რამე ვისწავლე. მაგრამ აი ამ ერთი წინანადებით, რასაც ქვია გამიჯნა, ის იყოს მე რომ ჩვენ რომ თუნდაც ვიღაცას მასტერკლასი მაინც ჩაეტარებინა. ამ 4 წლის მანძილზე ვსწავლობდით. აღარ ვამბობ რომ რაღაცა კვირაში ერთხელ ლექციაზე. რამდენად წინ ვიქნებოდით ხო ხდებოდა. კი, თუმცა მაინც ვფიქრობ რომ მაინც თვითონ მსახიობის თორსა პროფესიონალი არიან ტიპები რომლებიც არიან მართლა ძალიან მაგარი სცენაზე. და აი ძალიან მიკვირს მაგან როგორ თვითონ ვერ ახერხი აი აქ რატო ვერ დაფიქრდით ამაზე. უეჭველი ისეთ ნიჭერები არიან უეჭველი მოახერხებიან მაგას აი რატო ვერ ყველა თავის ვერ ხდება ცოტა კინოა. ეგეც არის. და სუეტეგივე მაგრამ ვიღაცებს ახლა აი თეატრის დიდ მსახიობებს, ვინც ამბობს რომ თეატრში დიდია, ახლა მე არ ვიცი მე ვერ შევაფასებ, არ მაქვს მაგის გამოსება, დილეტანტი ვარ მაინც. ვინც თეატრში დიდია, მე კინოში მინახავს. ხო, ზუსტად იგივე არიან, რასაც თეატრში ხო ეკეთებიან. და აი დაუღმა ჯობია ხო ეკრანზე ჯობია დააკლო, ვიდრე გადაამეტყო. ბევრად ჯობია რომ თქმა უნდა. აი ბევრად ჯობია რა. ხო, აი არის ხო არამსახიობები ბევრი გვინახავს ხო და რაღაცა, მაგრამ ბევრი ჯობია დააკლოს, აი ეგ დაკლებული მირჩენია, ვიდრე აი ოპა ეს არის გამაღიზიანებელი, ვინც ვეღარც უყურე. ეგეც ხო ალბათ ხო ხშირია ეხა არა მარტო ქართულ კინოში ალბათ, მაგრამ ეს დიდგანვე იყო. არაპროფესიონალი მსახიობი რატო ჭირდებათ კინოში? ერთი რომ ეგ დაწეული თავისთავად აქვს, იმიტომ რომ რაღაცა ეგ არა აქვს ნამუშევარი და არის ის და მეორე ალბათ იმიტომ რომ ნუ თავის თავს თამაშობს რა ალბათ და მაგ ტიპაჟი ჭირდება და ფაქტურა ჭირდება. რას ფიქრობ ის მაგაზე არაპროფესიონალების კინოში? ანუ მე რო გადავიღო რამე მე ეჭვება რომ თავარი როლი მენდო არაპროფესიონალისთვის, თუმცა ხო გეუბნები ეხა არაპროფესიონალების ჯგუფი მიყავს და ისეთი კარგი ბავშვები არიან, ამას მე არაპროფესიონალს ვერ დავაკვირდი. ესეც არ მაქვს საუბარი, მაგრამ უფრო აი პროფესიონალები გახდებიან ასე ხო? ხო, არც მართლა ისე რეჟისორობის ის აქ მე აი როგორ გითხრა, კინო შეიძლება უფრო გამიგეთებინა, თეატრში არა. კინო აი რაღაც იდეებიც მაქვს, რაღაცები მაქვს. ნახოთ არ ვიცი. ორი გაცხოვს ხო? აკეთკენ ვარ და თუ ეხა ძალიან რაღაცა მომინდა და არიქა ვერავინ არ გადაიღო და მე თუ არ გადავიღე ისე არ გამოვათქო. ხო, არა. თორე აი ეს იდეები რაც მაგდა სიტყვაზე გადაღებაც მინდა, ის ამონებით მივანდობდი კარგი რეჟისორსაც და იმას ერთად ყველანაირად ვიზამდი ამას, მაგრამ ხო, ნახოთ. გადავიდეთ ნელა თუ შენ არაფერი საქმე პლიცი. როგორ რამდენიმე ჯერ ეს ერთი ფილმი გამახსენდა, უბრალოდ ვერ ვლაპარაკობ და გაიგე და იმაში მომწერა და მე ვიტყვით. ბლიძა ვაფშე გავჩუნდები, იმიტომ რომ ვაღედა. მამა რა, მაგრამ მე ასება. დათაფისხალავას მამა, კი ბატონო, ეგ გამოგვრჩა. ხო, ეგ აი ხო, მან ჩემი დიშვილია მეორე სანდრო ხო არის და მეორე ჩემი შვილი ხო. სანდროს რა კაია რა. კაი ფილმია საერთოდ დათა კაი ბიჭია ზა. კი. ისეთი ფილმია რა, რაღაცა გამახსოვრდება და შენ როლიც რაღაცა შედიხარ ამ ადამიანის იმაში და რა ხო და აი სანდროს ვაში კარგად იმუშავა ძალიან მსახიობთან დათამ რა. სანდროსთანაც ძალიან მახსოვს რა და მომწონდა ძალიან რა. სანდრო ძალიან კარგად თამაშობს რამდენიმე სარკეში რო ის აქვს. ხო. სანდრო კალანდაძე ესა. და მამუჩიკოს ჩემი. კარგები არიან ორივე ძალიან. ყველა კარგია ხო. აი ეს მამა თვითონ დათას მამაა თუ არ ვცდები. არა მგონია. კი. თუ არ ვცდები კი. მამა თუ არ ვცდები კი. როგორც მახსოვს მამა. კაი ფილმია რა. ეს ფილმიც ურჩიოთ მაყურებელს დათაფისხალავას მამა, ესეც YouTube-ზე დევს და აი რომ ამბობენ ხოლმე რა, სად დევს, სად იღებს, ვინ იღებს ქართულ კინოს არსად არ დევს, დევს YouTube-ზე უკვე. და შეგიძლია YouTube-ზეც დევს. ეს ფილმი მამა დათამ დადო თვითონ რეჟისორები დებენ. აი კავეაზეც შეგიძლიათ ნახოთ თუ გაქვთ გამოწერილი. ზოგადად ეგ აი კავეას მაგას ურჩევდი რა, რომ ეგ გააკეთოს ვთქვათ მსახიობებათაც რომ შევიდეთ ვთქვათ ვახოზე და ამის ფილმები ჩაუმიყაროს რა და ნახოთ ვთქვათ ეს როგორც IMDb-ს ხო. გაიქნება რა. იმას გონდა აი მუვის ეგრე.
აი მუში ძალიან კაია. გაი საიტი იყო პირატული, მაგრამ კარგი. ხო. იმას გონდა რეჟისორზე და ყველაფერზე ნახულობდი და მსახიობზე და ზოდიაქო ეწერა დაჟე ვიღაც. აი თქვა ხო, ამაზე რომ შეხვიდე და ეს ფილმები ჩამოგიყაროთ, ბევრი იქნება რა ვახოს. კი, კი, დამიწყია, მაგრამ ხო, მე მგონი დამიგროვდა. ისიც ძალიან კაი როლია. ეგ ფილმი ახლა ძალიან მომწონს თქო მოგატყუებ, შენი როლი ძალიან მომწონს იმაში ამ თუთფერიძეს და რა ქვია 9-ს ხო. ისეთი რაღაცა ამაზე ფილმი ეს ხადაში გადავიღეთ. მეც რომელი ფილმი მომწონს, მიყვარს ჩემი ფილმები და მესაც ვთამაშობ. აი ეს პროექტი რო იყო დღეები და ღამეები. აი დემეტრაშვილთან რო ვარ შეეწლში. მანდარის გიორგი ვარსიმაშვილის ფილმი. აი ვერ ვარსიკამაც გადაიღო. ძმები ქალაქში. ხო. ორნი ქალაქში ერქვა, მაგრამ ნუ გადავაკეთეთ. ნუ ორნი ქალაქში ხო გასაგები. შედა მიქიაშვილი. მე და კახა მიქიაშვილი ხო. კარგი ხო? ერთ ოთახში ხდება ორი კაცის დიალოგია რა. ძმები. ნანახი მაქვს ალბათ, მაგრამ ხა არ მაქვს. ყველა მაქვს ნანახი ეგ სერიები. ახავთ. ახავთ. ხო და ეხლა ისე როგორ გაგიშვათ, ჯერ არ გიშვებთ, მაგრამ ეს არ მინდა ხომასურეთის და რა ხდება. ხო და არ ვიცი და თან ისე ნერვიულობ იმაზე რომ შოთა რუსთაველი და სათამაშოა და თან მკითხულობ იმას რომ მან შექმნა სამყარო. ხო და შეიძლება თავი მოვიკრა. არ გინახავს? არ მინახავს. ძვე არ მინახავს, ნახავ როდის. აი რეზონ გადაიღო ეხლა. გიგინეშვილმა. აი ხა თებერვალ მარტში გქონდა წყალტუბოში გადაღებები. აქაც და წყალტუბოშიც ქართველ ებრაელებს. კულაშელ ებრაელებს. რომლებიც პირველი გავიდნენ საბჭოთა კავშირიდან ისრაელში თუმცა პირველი პრეცედენტი იყო 18 კაცი. გააგზავნეს წერილი. მართლა და იქიდან დაეხმარნენ, თორე აქ კგბ-მ როგორც კი ბატონო. ამას როდის მოუსწრეს. წლის ბოლომდე ორეზო. და მან თამაშობ. კი, მან თავარული მაქვს. ძალიან კარგი, ამას ვეუბნები. მან და მაგაც ძალიან შეცვლილი მაქვს იმიჯის ფოტოშოპის რო. ერთ სცენაში მე ბოლო დღეს რაც გადავიღეთ, იქ აბსოლუტურად სხვანაირია, ვერც მიცნობს ალბათ ბევრი. ზევლების არ არის ცუდი ფილმი რა. ჩემთვის თან აი რაღაცა პირველი ნაწილი ძალიან მომწონს. მეორე თვითფრინავის ნაკლებად, მაგრამ ეპოქა ხოშიანად რა. და ეს ტიპაჟების თქვენი ბიჭები კარგები არიან ბიჭები რა და თინაც და რავი გოგოლი კატო. კარგია, კარგი. აი, გადავიდეთ. არ ვიცი, უცებ პატარა. გადავიდეთ ბლიცის ნაწილზე. ნუ აქ ისეა რა, შენ ზოგს თუ გინდა გძლათ უპასუხე, ზოგს ძალიან მოკლედ როგორც წაიღებს. ისეთი არაფერი. მოდი მაინც გიოს პროდიუსერის ჩაგდება ბლიც, ნუ ხო თორი ვარიანტი გვაქვს, მაგრამ პროდიუსერმა ჩავიგდო ბარემ ახოს ბლიცი, კი ბატონო. აჰა, პირველივე კითხვა როგორია. ჩემი ძოლის დაქალები თუ ცხელი ძაღლი. ის ნანახი გაქვს საერთოდ ცხელი ძაღლი შენ არ იყავს მაგ დროს. აი ისე მაგ ნაწილი ნანახი. მქონდა რაღაც არხები ქართული და მაგრამ ბოლომდე ესე ჩამჯდარი ვარ და უფრო ჩემი ძოლის დაქალები. ესენი ეს არის მანიაკი იმ ცხელი ძაღლის. მე არ ვარ ეგეთი მანიაკი, მთელი ჯგუფი არსებობს გას რაღაც. ამისიც არსებობს. შენთვის ზეიმელი. აბა შენთვის მე რო დავჯდები აქეთ ეგ მე რაღაცა ჩემი ცხოვრების ნაწილია ხო ხდები ეს წლების მანძილზე და არა მოკლედ თეატრი თუ კინო? კინო. ალენ დელონი თუ მარჩელო მასტროიანი? აუ, ორივე კაი კაცია. მარჩელო. ოკეი, სკორსეზე თუ კოპოლა? სკორსეზე. ფელინი თუ გოდარი? ფელინი. ოკეი. ფილმი რომელიც ყველაზე მეტჯერ გაქვს ნანახი? აუ, უეჭველი შესანიშნავი შვიდეული. ალბათ, იმიტომ რომ ისე მე ხსნე პირად ვიცი კამერად და მთელი ამბავი. ალბათ. რუსულად. ოღონდ აი ძველი თარგმანი იყო, ხსოვს, კიდე ცოტა სხვანაირი. აი ის და მეც ის ხო. ოკეი. ლიკარებნა სიმიორკა. სიმიორკას ვეძახთ მე. სიმიორკას. კალვერა ბანდა გალისა. ივატო. ყველაზე შთამბეჭდავი სამსახიობო პერფორმანსი რაც გინახავს კინოში. ეხლა უცებ რაც გამახსენდა, კაი ალენ დელონი, ისა ალ პაჩინო, შვილი როგება, არ ვიცი.
მე მასე გამაგრებს. რომელი? კიბეზე რო უკრება. Godfather-ი მესამე. ოკეი. იცი რაც გამახსენე. ხო, ეგ არის პირველი რაც გახსენდება ეგ. იმას არ ვუხსენებაჩინო და. როგორ არ მიყვარს, არ მომბო, არ მიყვარს მე. არა, ეხლა უცებ ნოტონის გამახსენე. წინაზე ვაფშე იმაზე ილაპარაკე, იქ როგორ გაგიტარე არ ვიცი. ის მიაყოლა ალპაჩინო. რა ქვია? ჯეკ ნიკოლსონი, მიყვარს ჯეკ ნიკოლსონი, საიდან მოიტანე. კი ბატონო. ხო, ეხლა ბევრს გეტყვი ეგრე ხო? ერთ რაღაცაზე ვთქვი რა, რომ ჯეკ ნიკოლსონი მეთქი ერთნაირია. ბევრი ერთნაირი როლი აქვს მეთქი ჩემთვის ნათამაშებით თქო, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ცუდი მსახიობია. მე მიყვარს ძალიან დასტინ ჰოფმანი, ძალიან მიყვარს. კი, მეც მიყვარს ნახტი. მოიცა აი ეს მრავალფეროვნება. კი ბატონო. რა, რასაც ნიკოლსონს არა, ძალიან მაგარი ანტონიონისთან არ მოგწონს თუ იმასთან. გარი ოლდმენი. აი როგორი მრავალფეროვანი. კი. ხო, მაგრამ ეს ოლდმენის ფილმი უნდა მაგარი ფილმია, ეხლა რომ არ მინახავს, მაგრამ ტრეილერი რომ ნახე, უცებ და ბოჭო რომ დაგვიტოვა იმაში, რა ქვია. რეკომენდაციებში თურმე კინოა გადაღებული, არც ვიცოდი. გარი ოლდმენს, ხო? ხო. არც მაგარი აი ტრეილერი რომ ნახე ძალიან საინტერესოა. რას ლამაზ. ერთი ფილმი კონი. და ისიც ქალსა გაღებული კანის პარკ. ან თამაშობს. რაღაცა ისეთი ინგლისური ისეთ საკაიფო ფილმი ჩანს. კაი, კარგი ფილმი, რომელსაც დაუმსახურებლად ცოტა მაყურებელი ყავს, შენი აზრით. ეს როგორი რაღაცაა. რა ქართული კითხვაა, ეხლა არ ვიცი. რა ვიცი, რა ქართული შემიძლია გითხრა ალბათ. შენო თამაშობ. აი, მაშინ იმას გეტყვი. აი, მე რასტოვი ჩემ ძმები ქალაქში რო გითხარი რა. აჰა, ოკეი. ყველა ამ პროექტიდან ამბობს სავარგულში რო ვიყავი იმას პირველ დღეს. არავის არასდროს არ უხსენებია ეს ფილმი და სულ მე ვამოფხობილო და იცით რომელი. მოდი აქაც მაგას ვიტყვი. ოკეი, მეც ნახავ ალბათ. ნანახი მაქვს უაჭვენი, მაგრამ არ მახსოვს. რომელი ფილმის რიმეიქს ნახავდი? ოპა. რავი ბევრი სასწაულად ხო. რავი რაღაც იდიოტური მომდის თავში. ლეონი? ოკეი. ანტაგონისტი პერსონაჟი, რომელიც განსაკუთრებით მოგწონს კინოში. ერთი პერსონაჟი კონკრეტული? ხო, თუ გინდა ორი იყოს. ჯაი ის გარი ოლდმანი ლეონში, მაგრამ აქედან მომწონს ვაფშე რა. ოკეი. იქაც ხო არის. მეხუთე ელემენტშიც ხო გარი ოლდმენი. იგივე ჯოკერი ეს ჩვენი. ჰიტლერი. ჩვენი როგორ ხო? ჩვენი. ჯეი მოსწავლესავით აქ. რომელი ჰიტლერის ჯოკერზე. ის ფენიქსი მაგარია. პირველი. მაგრამ იმან შექმნა საოცარი. ის პირველი. იქ ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა კიდე. რაგის მე რო ეგრევე ხო? 29 წლის იყო ჯოკერი ხო ბოლო როლია. ნიკოლსონის არის ჯოკერი. ხო და იქ რაღაცნაირი გიჟის გამოყვა რა, შაინინგიდან მოყოლებული. ყველგან არის. დაიშტამპა ხო რაღაც ხრივ რა. რა თქმა უნდა ძალიან დიდი მსახიობია. ის რა ქვია, ვიღაცამ გუგლს ბუდეს გადაუფრენა, მანდაც გიჟია. ძალიან მაგარი ფილმი უდიდეს. აი ეს ეხა აქ არ წერია, მაგრამ მე უნდა გკითხო, იმიტომ რომ სულ უსმენ ყველას. რომელი ფილმით გააცნობდი უცხოელს საქართველოს? აი არ იცი სამ ქვეყნის შესახებ არაფერი და აი ფილმით უნდა გააცნო, რომელი ფილმია შენთვის? აუ აი ეგეთი ფილმის გადაღებებზე ვფიქრობ სულ. რომელია ეგეთი ეს, მაგრამ ალბათ არის ეხლა ზუსტად არ გამომივიდეს, მაგრამ აი რაღაც ქართველობას რო გამოხატავს რა შენთვის ყველაზე. ჩისპეინ თევით რო გააცულ ცოტა უხერო ხული. თორე ყველა ნაღდი ეგ არის. ნაღდი ეგ არის. ხო ისი, ფლექსიბლს ვარავ შენი ანზე რა. ხო, შენი ის რო გაკრა. წარმოაჩინ. ქვეყანა. ხო, მაგას ამბობს უმეტესობა. ამბობენ რომ თვითონ ენდარიც ამბობდა რომ უცხოელებიც თავისას ხედავენ. ხო, მართლა. ყველამ თავისი. რა მაგარი. აი, სხვათა შორის შემთხვევით პაემებზე, ბერლინზე ვიყავით რა. გერმანელმა მაყურებელმა ისე ისიამოვნო და ისე
ისი აქცენტებზე ქონდათ ეს რაც შეფასებები. ქართული გეგონა რომ იყო. აუ, ოღონდ ზოგზე დაჟე ჩვენც რო ვერ ვიყავ, იქ გერმანულ ფეხბურთსაც არის რაღაცები თუ გახსოვთ. არჩილი და როგორ არა, გერმანული კი, ფეხბურთი და შალკე ამაზე ცალკე დასხეს და ჩვენ მე მაგაზე ჩვენ და ვაფშე ამოწდა მაგაზე სიცილი რა და ალბათ მაგ ცალკე დაჟე 1-2 ჩვენზე მეტი იცის რა, მაგრამ ის ყველა აქცენტი, რასაც ჩვენ кайფობდით, აი სულ ყველაფერზე. რო არ მეგონა ხა 10 წელი გიცხოვრო და ამათ ის ხო ვიცი, ფსიქოლოგია და რაღაცებზე ვიცოდი რომ იკაიფებ და რაღაცებზე არ მეგონა. ყველაფერზე იკაიფებს. ვა, მეთქი რა, აი, კაი კინო არა იდეში რა. უნივერსალური უნდა იყოს. კინოთ. ოკეი. ყველას მისაღები და გასაგებია რა. გასაგებია, ხო, ძირითადად ის ფილმებს უთქვამთ და გიორგობისთვის იყო რამდენჯერ ოთარიოსელიანი, ხო, უფრო აი ცოტა ისეთ. ხო, ეგ ცოტა სხვა ხო, ეგ სხვა. ღვინის სამშობლო. აი ეგ არის უხერხულია თქო, რო თქვი და უნდა მეთქვა გიორგოვის რა. გაიჩნია ვის. კაი, ასოციაციებზე გადავდივართ ახლა ამას გეტყვით და შენ რა გაგახსენდება ამაზე? ჰორორი. ჯოკერი. ოკეი. ანიმაცია. ის მტრობა. მულტფილმი გახსოვს? მაგარია. არ მახსოვს მე. ქართული? მტრობა არ გაქვს. ანუ ის ხო გაქვს რა ქვია, ჩხივთა კორცი. კი. აი ზუსტად იგივე ტიპის არის, ოღონდ უფრო ნავაროჯენი. თავის კურდღლების დემის ომისასთან კურდღლები არიან და ძალიან მაგარი, ძალიან კომბლებით და შუბებით მიდის. იგივე რეჟისორია რა, ხინდიბიძე კი იცი. კი ბატონო. მიუზიკლი. ისა რა ქვია იმას რა? ჯაჯი თულკაძიუშკი არა, ის რა არის, შვინირვარი რო იპარებიან მე. და ედია ისა მუსიკის ანგელი. კი ბატონო. ციტატა კინოდან. ის და გამახსოვდა. აკიან ის ვინენი. გადათარგმნე. მაგარი რა, ქართულ კინოშია. ის არის რა, პიპინია. პიპინია, აკინია. ანუ მაგარია ძა. ბოდიშის ოკეანე? არა, არ უნდა მაგას გადათარგმნოს. არა ჩვეულებრივ გამოფენიდან არის. იდეალური ფილმი, აი ესე წერია. შენთვის იდეალური ფილმი. ნუ არ ვიცი, ხო. ეხლა უცებ ამოვიკითხე, არ გადავახტი პირდაპირ ამოვიკითხეს გიოს. იდეალური ფილმი არ ვიცი. რა, იყო შაშუი გალობელი? კარგი. კაი, ამას მოვჭრით, ეხლა რეკომენდაციები უნდა დაგვიტოვო. 3 ფილმი, რომელსაც ურჩევდი ჩვენს მოყურებელს. აუ, იმდენი ხანია ფილმების არ მიყურებია. ერთ სერიალი ვნახე, ამას ინოთ იცი რომელი? რა ქვია? კორექცია? ნახე გააქვს. კორექცია? სადა ანუ ამერიკულია? ხო, ბრიტანული თუ არის. და ის არის. ამბავი რა? აი, ამბავი არის იმაზე, როგორ აყალბებენ ვიდეოს რა, კამერით გადაღებულ კამერის პირებს რა. ანუ ჩაირვის ტრეილერი და უცებ სხვა ვიდეო და ტიპს უკვლელობას ტენიან ტერორისტებს ესე იჭერენ. მოკლედ სახელმწიფოებრივი ამბავია ეს რა, სერია შექმნილი ამ კორექციის. საინტერესო სერიალია. აჰა. კორექცია ქვია თუ არ ვწდები, აბა ნახე რა. თუ არ და ზუსტად გავიგებო, შახელკი ჩაგიგდებთ. ნახე აბა კორექცია არის ეგეთი სერიალი. კიდე მომეწონა ისიც სერიალია. იმაზე? თუ არ ვწდები ბრიტანული. ვინმე მსახიობი ხوار თამაში ცნობილი უფრო მარტივად რომ სერიალებში. არა, არც არა. მეორე არის კიდე ის მეორე არის ის რა ქვია აი Godfather-ის გადაღების კოპოლა რა ქვია? The Capture. ხო, კი ბატონო. ქვია უბრალოდ კორექცია არის ბოლო კი ბატონო. სეზონის ეგ არის. The Capture. ხო, ეგ არის ექსერი. ოკეი, ეგეც The ნახე. Capture. ეს Godfather-ს რო იღებენ სერიალს. სერიალია მაგაზე. ეგ არ ვიცი, ძალიან ხო? კაი სერიალი. ნახე. ხო, საკაი სერიალიც მომეწონა და აი, რა ქვია, უნდა ტվել მიდი ეგეც დაგუგლე რომ რომელი? Godfather-ს რო იღებენ, ხო, რა ქვია? სერიალი როგორ იღებენ Godfather-ს, ერთი სიტყვა ქვია, ერთი სიტყვიანია რა, რაღაცა ფილმი როდის ვნახე ბოლოს ახლა ეს ფიქრობ თან ისე ნორმალურია. ო, ჭირს ზოგადად. The Offer, კი ბატონო, ეგ არის. The Offer ეგეც და მესამე. რა გვირჩი, შენი დიტოს ფილმი არის. თითოს ფილმი Roxy, კი ბატონო, მე მგონი სანახავია აქ ფილმი, ხა საგან. იმიტომ რომ არა, ძალიან გაბაზრებული და არის ის არა ხო ფაქტიურად და მეც არ მაქვს, მე მაქვს ის გერმანულად და ვერ ვაჩვენებ ჩემი ამს ვერავის, იმიტომ რომ არის ის გარში ძალიან წოდამის გერმანულად.
როქსი ისეთ როქსი კინოა. იყო თბილისის ფესტივალზე, ну, ქართული სუბტიტრებით იყო. ქართული სუბტიტრებით იყო კინო. ხო, ну ეგ არის რა, ფესტივალზე თუ არ დადიხარ, ფილმებს რთულია რომ ნახო. ხო, კი ბატონო. ისე რატო არ ჩამოიტანეს ეგნეთ აქ? ну ეგ რა ვიცი, პროდიუსერები შეიძლება მაყურებელი ყოლონ. ხო და უნდა და დიდოს ხო შეps. რატო არ მოხერხდა არ ვიცი, მოგიტყვით. ჩამოიტანეს. რა ვიცი, ხო. მაგრამ ეგ კიდე ალბათ უკვე იღებს რამეს ეგ ვარჩერდი. დიდო ხო? ალბათ სულაპარაკე ერთი ორი კვირისია, ხო? აპირებს ჩამოსვლას ეხლა ცოტა ხანს და. აგერ მთლად თქვენი ის გამختار არის. მენტორი იქნება თქვენ სკოლაში. ელოდება და ხო. ასევე არჩილი იქნება ახლებიანი ჩვენთან და მოდი სარეჟისორო კურსზე კიდევ გვემოძება ხალხი. ძალიან კაი. კიდევ ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ ძალიან. ძალიან დიდი მადლობა. შუქით დავამთავროთ აუცილებლად. შუქი პროდაქშენი. შუქი მოვიდა. რა მნიშვნელოვანი ფრაზა იყო მეც კი ვახსოვს, კი იყო პატარა შუქი მოვიდა, იყო ზეიმი, ხო? კარგი მაგიტო კარგი. დაიწერე, კარგი კითხვა. ძალიან დიდი მადლობა აბა და გამოგვიწერეთ ხო? გამოგვიწერეთ YouTube-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე. სადაც ხო ვერ ვიძახი. მეოთხე კედელი პოდკასტი და ასევე გამოიწერეთ შუქი პროდაქშენი იგივე სოციალურ ქსელებში, Instagram-ი, TikTok-ი, Facebook-ი, ხო? სამივე განვარდ. კიდე ხო არ არის დამწერეთ მეოთხე კედელი, იმიტომ რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებს ეს სტუდია და ეს ხალხი. ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა. დიდი მადლობა. მე ხარიჩი ხმაისთვის ბოდიში კიდევ ერთხელ ყველას. ეს აქ ხო მე გამევასება მაგით.